მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. დღეს ჩემი სტუმარია ანა გოკიელი, რომელიც არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო ავტორზე. ეს არის ამერიკელი ფილოსოფოსი აინ რენდი, რომელიც წარმოშობით იყო რუსი ებრაელი, გაიქცა ამერიკაში გასაბჭოების შემდეგ. და ზუსტად ამერიკაში ჩამოაყალიბა ის ფილოსოფიური სისტემა, რაზეც გვინდა დღეს გესაუბრობთ, მაგრამ მიზანი იმისი თუ რატო აინ რენდი, რატო დღეს მიზანიც და მიზეზიც გახლავთ ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც საკუთარ კანზე ჰქონდა გამოცდილი საბჭოთა სისტემის ძალა, საბჭოთა სისტემის გავლენები. ის ამერიკულ საზოგადოებაშიც ხედავდა რაღაც გარკვეულ ნიშნებს, რაც საბჭოთა კავშირმა და საბჭოთა ცნობიერებამ ზოგადად მსოფლიოზე და სამყაროზე მოახდინა და ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული მგრძნობელობა საბჭოთა ცნობიერების მიმართ. და ჩემთვის მართალი გითხრათ, აი პირდაპირ სამეცნიერო კვლევის საგნად არ მიქცევია, მაგრამ ინტერესების სფერო არის სწორედ ის, თუ რა ხდება პოსტსაბჭოთა ადამიანში, ადამიანის ცნობიერებაში და როგორ არის შესაძლებელი ამ პრობლემის დაძლევა, იმიტომ რომ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში, ფაქტობრივად არის პირდაპირ გაგრძელება იმ საბჭოთა აზროვნების, საიდანაც მოვდივართ და როდესაც ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირის პრობლემა დგება, მუდმივად ერთმანეთს ეჯახება ორი პარადიგმა. ერთი არის ეს საბჭოური პარადიგმა, როდესაც პიროვნება, ადამიანი, საზოგადოება სახელმწიფოს უნდა შეეწიროს და მეორე არის ლიბერალური ღირებულებები, სადაც ადამიანი პიროვნება არის პირველ ადგილზე და ალბათ ამას როცა ყვები და ეხლა ვსაუბრობ, ყველას გაგახსენდებათ ქართველი კლასიკოსები, პირველ რიგში ალბათ ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, რომელმაც ძალიან კარგად და ის სწორი აქცენტები გააკეთეს იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც პიროვნება კომფორტულად ვერ გრძნობს თავს საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებისაგან წნეხს განიცდის და როდესაც ადამიანი არის უბედური. არ ვიცი, რაღაცა ძალიან ისეთი გრძელი შესავალი გამომივიდა, აი ცოტა გავერთე, მაგრამ ამის გარეშე ალბათ ძნელი იქნება იმისი გააზრება, თუ რატომ მაინცა და მაინც აინ რენდი და რატომ მაინცა და მაინც დღეს, მაშინ როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს, ძალიან გონიერი და საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ნაწამები ზის ციხეში და აი ამ პირობებში რატო აინ რენდი. და მე მგონი ჩვენ სწორად გადავალთ იმაზე, რომ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ზუსტად ჩვენი ცნობიერების შედეგია და იმისი შედეგია, თუ რაც ვასწავლეთ ჩვენ ამ ჩვენს ბავშვებს, როგორც გავზარდეთ ახალგაზრდა თაობა და როგორ ვართ აი ამ შეჭიდულობაში, აი ამ ძველისა და ახლის და როგორ შეიძლება რომ ბოლოს ეს რაღაცა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და ნორმალურ თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბდეთ. მოგესალმებით, მიხარია თქვენთან სტუმრად ვარ, რასაც სასიამოვნო ქალბატონთან და სასიამოვნო გარემოში. მართლაც გეთანხმებით, რომ დღეს ძალიან აქტუალურია, არა მარტო იმიტომ, რომ მე მიყვარს აინ რენდი, ან თქვენც ხართ მისი მოძღვრების გულშემატკივარი. აინ რენდი იყო ადამიანი, რომელიც ძალიან მრავალმხრივი ავტორი იყო, ის არ იყო მხოლოდ ნოველისტი, ის იყო ასევე ფილოსოფოსი. აინ რენდი იყო პოლიტიკური მოძღვრების საკუთარი ხედვა ჰქონდა ინდივიდის და იგივე რაზეც თქვენი საუბრეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობის და ყველაზე ძალიან რაც მომწონს ის ამბობდა, რომ პოლიტიკა ეს არის მორალი სოციალური გაგებით და როდესაც ჩვენ დავფიქრდებით, აი თუნდაც აი ქართულ მანგალითზე რო ავიღოთ და საქართველოს მოქალაქეებზე რომ ავიღოთ, ალბათ ჩვენ არასდროს არ ვფიქრობთ ამ ჭრილში, რომ პოლიტიკა მორალური უნდა იყოს და მორალური უნდა იყოს ასევე შენი სახელმწიფო და შენი მთავრობა. და ჩვენ ხშირად
შევხვედრივად დღევანდელობაში, თქვათ, ისეთ მოქალაქეებს, პასიურ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ აი მე ეს მიმართულება არ მაინტერესებს, ან მე მაინც ვერაფერს ვერ შევცვლი და როდესაც Ayn Rand's კითხულობ, აი თუნდაც განათლების ძალა, იგივე ლიტერატურის გაცნობის ძალა და ინტელექტის ძალაც ხო, აი ეს არის, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით დაგაფიქრებს, თუნდაც დაგაფიქრებს იმ მიმართულებით, რომ რა როლი აქვს, აი როცა Ayn Rand-ის შემოქმედება გაეცნობი, შენ აუცილებლად დაფიქრდები კითხვაზე, რა როლი აქვს სახელმწიფოს ადამიანის ცხოვრებაში და ჩვენ ვართ, აი თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ესეთი პოსტსაბჭოთა პერიოდია, შთამომავლობა გვაქვს, ხო, ეს საბჭოთა კავშირიდან მოყვება ეს, რომ ჩვენ თითქოს ან რაღაცნაირად გვაქვს იმის შეგრძნება, რომ აი სახელმწიფო არის ჩვენი ბატონი და ჩვენ ვართ პირიქით მსახურები. ამ დროს ეს ხომ პირიქით არის ეს როლი არის შეცვლილი, ამ დროს ჩვენ ადამიანები ვართ ზუსტად თითოეული ინდივიდს აქვს ის ძალა იმისა, რომ მან ის არის სახელმწიფოს ავტორი, ის არის მთავრობის ავტორი და იმ გარემოს ავტორი, რაშიც მას ცხოვრება უწევს და ამის აღქმა და ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას თითქოს ერიდებიან და თითქოს ეს ხედვა საერთოდ არ არსებობს, იმიტომ რომ სახელმწიფო შეიძლება ეს სიტყვაც ვიხმაროთ, რომ ზუსტადაც რომ მოქალაქეების მსახურია და ადამიანების ზუსტად ეს პასუხისმგებლობა უნდა ქონდეს და მათ უნდა იცოდნენ თითოეულმა ინდივიდმა უნდა იცოდეს მისი ძალა, ერთი ადამიანის ინდივიდუალური ძალა და აი ამ ძალის სინერგია შობს აი ჯანსაღ გარემოს, თუნდაც რაც დასავლურ კულტურაში ჩვენ გვაქვს და რაც ძალიან მოგწონს, იგივე ჩვენი ხედვა ხო ასეთია, რომ დასავლეთი სიმდიდრეა, დასავლეთი განათლება, დასავლეთი სიტყვის თავისუფლება არის და ჩემი აზრით აი ამ თემის წინ წამოწევა და ამაზე თუნდაც ბევრი პოდკასტის ჩაწერა და ამაზე საუბარი, რომ ინდივიდის ძალას რამდენად მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი მიმართულებით ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებებია და თან ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ხა მე მახსოვს დინამიკაში და ისო რეფლექსიას ვაკეთებ საკუთარ თავზე ხო რომ საბჭოთა ბავშვი ვიყავი და რაღაც თან ბედნიერად ვთვლიდი თავს რომ აბედნიერებაა რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე და არა ამერიკაში და ეს მე მახსოვს ეს აზრები საკუთარ თავში და მე მახსოვს რა გზა გავიარე ეტაპობრივად რა ვიცი ვიდრე სტუდენტობამდე რო რა ხდებოდა რა მეტამორფოზა ხდებოდა ჩემში და როდესაც ვუყურებ ადამიანებს, რომლებმაც ეს ვერ მოახერხეს, ან თუნდაც ჩემი თაობის ადამიანები, ან თუნდაც სხვა არა ჩემი ცოტა უფროსი თაობისაც და შენ წარმოიდგინე, ანა პატარებში 18 წლის სოციალისტებთან კონკავშირლებს რო ხვდები, ეს არის პირდაპირ გამოძახილი იმ ეპოქისა და განათლების და ოჯახური განწყობების, ხო. და როდესაც ამას ხვდები, რომ თლათ ასე იული არ არის ამ კავშირების გაწყვეტა და ამიტომაც არის რომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში ადამიანისადმი დამოკიდებულება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თუ კი ამის წინ ხვდებოდი რამდენიმე ის იყო სოციალურ ქსელებში, რა ვიცი, ყველგან, სადაც გავიხედე ყველა სოციალურ ქსელში იყო რომ ასწავლეთ ბავშვებს სრდილობა და არა უფლებები. ხო, ნუ წარმოუდგენელი. ხო. და მოდი ცოტა ამაზეც ვისაუბროთ, რომ წარმოგიდგენთ ხა როგორი პარადოქსია, როგორ უნდა აღიაროს ადამიანმა, როგორ უნდა გააცნობიეროს სხვა ადამიანისადმი პატივისცემა, როგორ უნდა კონდეს, თუ კი ის ადამიანი საკუთარ თავს არცემს პატივს და საკუთარი უფლებები არ იცის. აი ძალიან კარგი არის, რა კარგი, ანუ კითხვაშივე თითქოს თავისი პასუხია, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ მაგ მიმართულებით. ადამიანი, რომელიც ხვის უფლებებს არ აღიარებს, ის აუცილებლად საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ის საკუთარი თავის
რწმენის გარეშე არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობის აღება უჭირს საკუთარ თავზე და აი მასუ მე არ ვიცი, შეიძლება თქვა სხვებსაც აქვს გავსი მიგნებები. მე როდესაც მაგალითად ლიტერატურას ვეხები და თქვა რომ დღეს ჩვენ აინ რანდეს ირგვლივ ტრიალებთ და აინ რანდზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, როდესაც მთავარი მორალური, ეთიკური მიმართულება ობიექტივიზმის და აინ რანდის ფილოსოფიური მიმდინარეობის ჩვენ ვიცით რომ არის რაციონალური ეგოიზმი და აი ძალიან ბევრთან მქონია აი ზოგმა Google-ის დონეზე ან შეიძლება რაღაცა Facebook-ში წაკითხული ციტატების დონეზე იციან ამ ავტორის შესახებ და აი ბევრს უთქვამს რომ აი მე არ მომწონს იმიტომ რომ ეს რაღაცა ეგოისტური ფეტიშია და ამ დროს რაციონალური ეგოიზმის არსი ჩემთვის პირადად აი ორი წერტილიდან იღებს სათავეს. ერთი არის ავთენტურობა და მეორე არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე. იმიტომ რომ ყველაზე რთული აი ეს ყოფილა. ხო ლამაზად ჟღერს რომ ადამიანი რაღაც ეს self-made-ია, შემდგარია, დამოუკიდებელია, პასუხისმგებლიანია, მაგრამ ეს არ არის მარტივი გზა და თითქოს აი იმ კოლექტივისტურ საზოგადოებაში ცხოვრებას მიჩვეული ადამიანებისთვის პასუხისმგებლობა ურჩევნია რომ თქვა ვიღაცა სხვა პირს ან თუნდაც სამსახურში უფროს, ოჯახში მშობელს, ან არ ვიცი, ქუჩაში მეგობარს, ხო? ეს კი ბატონო გადააბაროს ეს პასუხისმგებლობა და ანუ საკუთარ თავზე ეს არა იყოს. ეს უნდა ითქვას, რომ რაციონალური ეგოიზმი ეს არ არის კლასიკური გაგებით ეგოიზმი, რაციონალური ეგოიზმი არ არის რაღაცა ფუქსაბატობა, იმპულსურობა ან ჰედონიზმი, რაციონალური ეგოიზმი წინ ყველად არ უდგას სიტყვა რაციონალური, ის არის გონიერი ადამიანის ცხოვრების ეთიკური მიმდინარეობა და პირველ რიგში პასუხისმგებლობა, რაც თავის თავშივე მოიცავს იმას, რომ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე და პასუხისმგებლობა თუნდაც სხვა ადამიანის უფლებების წინაშე და ეს ამის გარეშე, ერთმანეთის გარეშე ეს არ არსებობს. მე თუ თქვენ უფლებებს პატივს არ ვცემ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ ვცემ ჩემ თავს პირველ რიგში პატივს. ან პირიქით რომ შევატრიალოთ, თუ კი მე საკუთარ თავს ვიცნობ, თუ კი მე საკუთარ თავს პატივს ვცემ, თუ კი მე საკუთარ თავს ინდივიდად აღვიქვამ, ზუსტად იგივენაირ ინდივიდად მოვიაზრებ სხვა ადამიანს და მე მაქვს იმისი განცდა, რომ ისიც ზუსტად ისეთია, როგორც მე და როგორც მე მინდა რომ ცენ პატივიას. ხო, აი რაღაცერად, აი მაინც საკუთარი თავიდან იწყება ყველაფერი და ეს რაციონალური ეგოიზმის კონცეფცია ზუსტად მაგას ნიშნავს. კი ბატონო, და აი არასდროს არავინ არ იფიქრავს, რომ რაციონალური ეგოიზმი ეს არის, რომ მე ეგოისტი ვარ და რაღაცა მინდა, ეს ნიფი მინდა, ეს ასე არ არის. ხო, ანუ საკუთარი თავის განცდით სხვა ადამიანების განცდებზე და ეგოებზე გასვლა, ეს არის აინ რენდის ეგოიზმი და არა ის, რომ კლასიკური გაგებით, რომელსაც უარყოფითი კონოტაცია აქვს და ნუ საზოგადოებაში ჩვენ ეგოიზმს დადებით ეპითეტად არ ვიყენებთ, ხო? და რაციონალური ეგოიზმი არ მოიცავს იმ ეგოიზმს, რასაც თქვა ყოველდღიურობაში ადამიანები ხმარობთ ვიღაცის დაახასიათების დროს თუნდაც. და აინ რენდს აქვს ერთი ძალიან კარგი რაკურსი მოძებნილი აი ადამიანის და სოციუმის ურთიერთობას აი რახან ეს არის დღეს ჩვენი საუბრის თემა ამას რო არ გავცდეთ ესე იგი როდის არის ადამიანი სასარგებლო საზოგადოებისთვის მოდი იქნება აი აქედანაც ვისაუბროთ იმიტომ რომ აინ რენდთან ცალსახად არის აი ესეთი დამოკიდებულება რომ თუ კი შენ ხარ კარგი პროფესიონალი თუ კი შენ ხარ შემდგარი ადამიანი თუ კი შენ ხარ კრეატიული შემოქმედებითი რაღაცას აკეთებ ისეთ რამეს რაც შენ გსიამოვნებს შენი შრომის პროდუქტი ასევე სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის. აი ახლა რომ კითხვის პროცესში პარალელურად ვფიქრობდი და მინდა ჰაუარდ რორკი მახსენდება ამ დროს პირველ წყაროს პროტაგონისტი ესეთი აი ჩემთვის კი ბატონო არქიტექტორი მე სულ როცა ლექციას ვკითხულობ ხოლმე ხშირად ვამბობ რომ ჩემთვის ობიექტივიზმის წმინდა მაგალითი არის ჰაუარდ რორკი ის არის რაღაცა ესეთი უკომპრომისო იდეალისტი შეუპოვარი ადამიანი რომელიც არასდროს
საკუთარ ხედვებს და საკუთარ არ ვიცი შემოქმედებითობისთვის ჩამოყალიბებულ ამ რაღაცა ხედვებს და ინოვაციებს ის ართმობს და ართმობს ძალიან ბევრი რამის ხარჯზე. ჩვენ წინა კითხვაზეც ვთქვით, რომ ამ ცხოვრების ეს სტილი ეს არ არის შეიძლება მარტივი გზა, მაგრამ ეს არის ჯანსაღი ცხოვრება და ეს არის ცხოვრება, ხარისხიანი ცხოვრება და ჩემთვის არის ჰაუარდ რორკი ამის მაგალითი და ზოგადად ასე არის, როდესაც ადამიანი ისევ ინდივიდუალიზმს უბრუნდებით და პრინციპში ბრენდთან დიალოგი ალბათ სულ ამისი ირგვლივ ტრიალი არის და როდესაც რა არის ხელოვნება? ხელოვნება არის თავად უნიკალურობა. ადამიანები ჩვენ დნმ უნიკალურები ვართ, შესაბამისად თავად საწყისშივე გვიდევს ინდივიდუალიზმი და ხელოვნება თავად უნიკალურობა არის, ხელოვნება თავად ინდივიდუალიზმი არის და ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით მე და თქვენ, რომ ჰაუარდ რორკი ეს სწორ გზაზე დადიოდა, ის როცა ართმობდა მის პრინციპებს და ზუსტად ეს არის, რომ თუ რამე სიახლე არსებობს, თუ რამე ინოვაცია არსებობს, თუ რამე კრეატიულობა არსებობს, მხოლოდ ინდივიდუალისტ ადამიანში ხდება. იმიტომ რომ ინდივიდუალისტი ადამიანი არის თავისუფალი ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორი. შეიძლება ინდივიდუალისტი ადამიანი იყო, მაგრამ ამ დროს არის თავისუფალი გარემო. შენ გჭირდება თავისუფლება, შენ თავისუფალი გარემო გჭირდება, მაგრამ ასევე ჩვენ მაგალითებიც ყავს, მაგალითად იგივე ჰიმნზე დავყრდნობით რომ ვისაუბრობთ, ისევე ინდის ნოველაზე დავყრდნობით. აი, ჩემთვის ყველაზე მოწყვლადი პროტაგონისტი არის ჰიმნის პროტაგონისტი ბიჭი და ყველაზე იმედის მომცემი და ესეთი კამიუს სიტყვები არის ზუსტად შეიძლება ციტირება ვერ მოვახდინე, მაგრამ აზრი ეს არის, რომ როდესაც შენ აღმოჩნდები მონურ გარემოში, შენი მდგომარეობა, შენი არსებობა უნდა იყოს იგივე, რაც შენივე ამბოხება და აი ჩემთვის კამიუს ამ სიტყვების ლიტერატურული განსხეულება არის ჰიმნის პროტაგონისტი ბიჭი, რომელიც ძალიან მოწყვლადი ადამიანია და ყველაზე კიდევ ვიმეორებ იმედის მომცემი. ანუ რო შევაჯამო ინოვაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ჰიმნის პროტაგონისტმა ბიჭმა ნატურა გამოიგონა და რაღაცნაირი მეტაფორა აღასრულა, სიბნელე გაანათა, ანუ გადატანითი თუ პირდაპირ მნიშვნელობით და ჰაუარდ რორკი რომელზეც ამბობდნენ რომ ის ცივი არქიტექტორი იყო და რაღაც უსახურ შენობებს და რაღაცა ამორალური, როგორ შეიძლება შენობა რაღაც ამორალური იყოს, ხო რაღაცა ესე და არამორალურადაც კი ითვლებოდა მისი შენობები. საბოლოოდ მან იგივე ხუროთმოძღვრებაში თავისი სიტყვა თქვა და ამ ყველაფრის შეჯამებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინოვაცია, კრეატიულობა მოითხოვს ინდივიდუალიზმს და ინდივიდუალიზმი მოითხოვს თავისუფალ გარემოს, რომელსაც ჩვენ გიქმნის შენი სახელმწიფო და იმ გარემოს, სადაც კოლექტივისტური აზროვნებისგან თავისუფალი ხარ და შენ არ გიწევს მორალურ კომპრომისში ყოფნა კოლექტივსთან და შენ იმ ინდივიდუალიზმით გაჟღენთილი ხარ და შენს კუთვნილ გზაზე დაიგარებ. ხო. იცი ცოტა მაგალითებით შევავსებ აი ამ ინდივიდუალიზმის ამ ფილოსოფიას, იმიტომ რომ ამის წინ წავიკითხე, როცა მიქელანჯელო დავიდს აქანდაკებდა, იქ გამოჩნდნენ კრიტიკოსები და უთხრეს რომ რაღაცა ცხვირი აქო რა, გასასწორებელიო ცხვირიო და ეთყობა არ უნდოდა, ისედაც კონფლიქტური იყო და ეთყობა ამ ხალხთან კონფლიქტში შესვლა არ უნდოდა და კი ეხავეო და რო ადიო და მარმარილოს მტვერი წამოკრიფა გზაში ასე ხელით აიღო და ასე თითქოს ის საჭრეთელი მიარტყა და სინამდვილეში ეს მტვერი დაყარა ნაძარგექია სავიდა და ეხლა კარგიაო როგორი ირონია ამ ყველაფერში ხო როცა თვითონ ადამიანმა იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს და აი მიქელანჯელო ანგნებავთ ლეონარდო ან ნებისმიერი ხელოვანი იმ გზით რო წასულიყო რა გზითაც ხვები მიდიოდნენ ხო მაშინ ჩვენ ვერც განვითარდებოდით და წარმოიდგინეთ ახლა რო გამოდის რომ მაშინ რაღაცა თოხის იქეთ ვეღარ უნდა წასულიყო ტექნოლოგიები და
ხო აი ამ ყველაფერში ჩარჩებოდი კიდე მეორე აი სულ მენიშნება ეს აი თუ შეიძლება რომ დავამატებ აი კოლექტივის თვისებაა თვითონ რომ აი ამ დროს ხო აი ჩვენს მაგალითად შეგვიძლია ბევრი ის ავიღოთ რომ აი კოლექტივი არის თვითონ ბუნებით ისეთი რომ აი რაღაცა რატომ კარგი გაგიკეთები აი სიახლის შიში აქ აი კოლექტივის ბუნებაა თავად ესეთი ხო აი ამ საზო ხო ანუ ინდივიდუალისტ ადამიანებზე ამას რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით მაგრამ აი რაღაცა კოლექტივის სახე როცა აქვს საზოგადოებას მიღებული რაღაცა სიახლის შიში აქვს და ამ დროს ინდივიდუალიზმი მრავალფეროვნებაა და ჩემი აზრით პროგრესი თავად მრავალფეროვნებაა ერთფეროვნება პროგრესს ვერ შობს მრავალფეროვნებაა ის პროგრესი სადაც თუნდაც აი ხა ესეთ ლამაზ ქალაქში რო ვართ ვფიქრობდი რომ ანუ სასტუმროს ერთი ფანჯრიდან რაღაცა ესეთი მეჩეთიდან ხმა მოდიოდა მეორე ფანჯრიდან ესეთ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიიდან და აი მე რატომღაც ჩემთვის დავფიქრდი და მივხვდი რომ აი ეს თანაზიარობა და აი ეს ერთად ყოფნა და ეს მრავალფეროვნება აი ეს არის პროგრესი და ეს არის სილამაზე სადაც შეიძლება რომ განსხვავებული თუნდაც რელიგიური ეთნიკური ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და თანაცხოვრებაში კომფორტულად იყვნენ და არა აი რაღაც ესეთი კოლექტივის სახე რომ ყველას ერთი რელიგია უნდა ქონდეს ყველას ერთნაირად უნდა ეცვას ეს რაღაცა კომუნისტური ის არის ხო კომუნისტების დროს იყო მე მახსოვს რომ ყველა ერთნაირად ჩაცმული იყო სახლიც ყველას ერთნაირად რემონტი იმიტომ რომ არის შოვებოდა არა ხო რა თქმა უნდა ერთი და იგივე ქსოვილიდან შეკერილი კაბელი კი ბატონო ხო და ნუ აი ჩემი აზრით მრავალფეროვნება არის თავად პროგრესი აი რაღაცა ჩემი ხედვა ეგეთია ხო და მეორე როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს მას თუ შინაგანი სიამოვნება და კმაყოფილება არ აქვს ამისი იქ ხო ვერაფერს ვერ შექმნია რა ტანჯული ადამიანი ნუ კი შეიძლება ითქვას რომ ეს ხელოვანი რაღაცა დონეზე შინაგან იმას განიცდის ხო ანუ ხელოვანს წუხილი და ტანჯვა რო არ ქონდეს უნდა გამოუგონო ხო რაღაცნაირად დაბადოს ეს იდეა თუ რაღაც მაგრამ მე მახსოვს ძალიან საინტერესო ინტერვიუ სტივ ჯობსის რომელიც ამბობს რომ აი საიდან გაუჩნდა ხო iPhone-ის იდეა და რაღაც და ძალიან საინტერესო რაღაცას იძახის რომ მე დავდიოდი კალიგრაფიის კურსებსეო და ეს ძალიან მომწონდაო ეს წერტილებისო შეერთებაო და აი ამ წერტილების შეერთებაში რო სიამოვნებას იღებ და ამან მისცა iPhone-ის გაკეთების იდეა. რა უცნაური ამბავია, ხო? ანუ სადაც თვითკმაყოფილება ცუდი სიტყვა. სადაც რაღაცა ტიპის სიამოვნების აქტი არის საკუთარი ქმედებით, საკუთარი თავით, რაღაც აი ესეთი მონოტონური თუ რა ქვია, ესეთი აი მოტორიკულ მოძრაობაზე დაყვანილი რაღაცა სიამოვნებები ზუსტად იქ იბადება რაღაც ახალი. კი ბატონო. და ჩემი პრობლემა აბსოლუტურად ყველა ავტორს რაღაცა ყოითით სულ ამ თემაზე ვფიქრობ და სულ მაქვს ყველა ავტორი და ყველა თეორია მინდა რაღაცერად აი პედაგოგიკას და ბავშვის აღზრდის პრობლემასთან თქვენი პროფესიული ის არის ხედვა პროფესიული მაგრამ სინამდვილეში პროფესიული კი რა თუ ჩვენ საზოგადოების ცვლილება გვინდა პედაგოგიკით უნდა დავიწყოთ იმიტომ რომ პლატონმა როდესაც თავისი განათლების თეორია დაალაგა დაიწყო იმით რომ სამყარო როგორ არის აგებული ხო აი იდეალურის და მატერიალურის ერთობლიობა მე ხვდება რომ როგორაც არის სამყარო აგებული ზუსტად ისევია ადამიანიც აგებული სულისა და სხეულის ერთიანობით მე ხვდება რომ ეს ადამიანი რომ იბადება ამ სამყაროში ხვდება და ეს სამყარო უკვე სოციუმია სახელმწიფოში ხვდება და სახელმწიფოში რო ხვდები, იქ უნდა გაიზარდო, ჩამოყალიბდეს ამ საზოგადოების წევრად და გამოდის რომ სამყაროს აგებულებიდან იწყებს და მიდის განათლების სისტემამდე და ეს ფაქტობრივად მასთან არის სახელმწიფოს ნაწილი, ხო? და ეს გზა, ასე ვთქვათ, აი ხანდახან რო ამბობენ რომ აი პოლიტიკაში არ ვერევი, ნუ ძალიან სასაცილოდ მეჩვენება მით უმეტეს განათლების სფეროში როცა საქმიანობ, იმიტომ რომ როდესაც განათლების სფეროში ხარ განათლებას აკეთებ, მასწავლებელი ხარ, კლასში შედიხარ და ბავშვებს თვალებს
უყურებ, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე ხარ რაღაცა ძალიან დიდი პოლიტიკის ნაწილი. აბსოლუტურად. და ამისი განმახორციელებელი, ხო? აი რა შეიძლება ეხლა ნახეთ, მოდი ასეთი რამე თუ შეიძლება, რომ აი რა არის Ayn Randთან რაღაცნაირად ის საკვანძო ამბავი, რაც შეიძლება მასწავლებელს გამოადგეს აი ამ ინდივიდუალიზმის შინაგანი, აი რაღაც აი გენერირება რომ გააკეთოს ადამიანში, აი ამ ინდივიდუალიზმის წახალისების, აი საიდან უნდა დავიწყოთ Ayn Ranდის რომელ წერტილს უნდა შევეხოთ ამის. იცით რა არის? ჩემი აზრით აი მაგალითად განათლების სფეროს აი Ayn Rands ეს კონცეფცია ეხლა თან ფიქრო პარალელურ რეჟიმში ზუსტად ჩამოყალიბებული არ ვიცი რამდენად აქვს, მაგრამ აი როგორ არის თავისუფალი ანუ თვითონ აქედან შეგიძლია Ayn Rand მე იმიტომ მომწონს ძალიან მრავალმხრივია ნებისმიერ პოლიტიკაზე შეგიძლია მის ჭრილში ისაუბრო იგივე განათლებაზე ნებისმიერ მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი არის რომ თავისუფალი აზროვნება და თავისუფალი აზროვნების სიყვარული. იგივე მე როცა ვთქვათ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვთქვათ ჩემი შვილები არიან, აი როგორ არის, იცით, აი თემის წერა, აი რომ ახსენდება, როგორი სტანდარტული იყო ჩემ დროს განსაკუთრებით, რაღაცა გეგმა იყო, ხო, რაღაც შესავალი, მე დასკვნით ეს გეგმის და თემის დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. და რაღაც შუშანიკის წამების თემები მახსენდება ხოლმე და ყველაზე კარგი ის არის მე მაგალითად ჩემი შვილები ხშირად ზოგადად მე წერ მიმოხილვებს ნაწარმოებებზე და ჩემი შვილები მოდიან ხოლმე და თვითონ რომ თემას წერენ ჩემი აზრით ოღონდ აინტერესებს და მეკითხავენ ხოლმე თავიანთ დაწერილ თემას და მე ეს პროვოკაციულ კითხვებს ვუსმებ და ბრაზდებიან რომ აი მინდა რომ დავინახო რომ აი მართლა დაინახა და მართლა იგრძნო და რაღაცა სტანდარტში არ ზის მაგრამ მე ერთიორჯერ როცა მივეცი შენიშნა რომ ეს არა მითხრა რომ აბა მე სხვანაირად რომ დავწერო ანუ სხვანაირად არ შეიძლება ხო ანუ არის ეს პრობლემა ხო მეტად ნაკლები არის სავარაუდოდ ვიდრე ვთქვათ ჩემს სკოლის პერიოდში ყოფილა მაგრამ ანუ მაინც არის მეტნაკლებად ეს პრობლემა და ანუ თავისუფლება და ინდივიდუალიზმი და თავისუფალი აზროვნება ზუსტად ეგ არის Ayn Rand დგას აი ზუსტად ამაზე და წეგან რო თქვით აპოლიტიკურობა ან რაღაცა საკუთარი პოზიციის არ ქონა ეგეც ძალიან საინტერესო არის იმიტომ რომ რაღაცა ტრენდი გახდა იცით მე პოლიტიკაში გეგონება რაღაცა კარგს აკეთებს არა ეს არ არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა კი ნამდვილად იმიტომ რომ Ayn Rand ანუ ხამაში ძამბები საუბარი მომიწევს და აი მოკლედ ვიტყვი რომ რაღაცა მომენტში როცა 30-იან წლებში ამერიკაში რენდი როცა მოღვაწეობდა რაღაცა ისეთი კომუნიზმის რომანტიზაცია შეიმჩნეოდა მაშინ იმ დროინდელ ამერიკაში ეს რუზველტის პრეზიდენტობის დროს დროინდელი ამერიკა არის როცა ესეთი დიდი დეპრესია და კრიზისი იყო ეკონომიკური ამ ქვეყანაში და მაშინ თქვა რენდმა რომ ცუდ სახელმწიფოს ქმნიან პასიური მოქალაქეები და ის ხედავდა რომ მოქალაქეები რომლებიც ანუ ისინი არ იყვნენ შესაძლოა სულად ცუდი მოქალაქეები ჩვენს მაგალითზეც რო ავიღოთ ხო აი ჩვენ გვყავს მშრომელი ადამიანები თქო შეიძლება გლეხები შეიძლება თქო იგივე თქვენ როგორც თქვით სკოლის მასწავლებელი თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა ძალიან კეთილშობილი ადამიანები ძალიან პასუხისმგებლიანი შრომის მოყვარე მაგრამ მათ განცდა არ აქვს და მთავარი განცდა რა არის განცდა იმისა რომ შენი ინდივიდუალი ერთი ინდივიდისგან შეიძლება ყველაფერი დაიწყოს და ზუსტად ამ ინდივიდების თანა სინერგიული არსებობა და შენ როცა ამას მიხვდები რომ შენით იწყება ეს პოლიტიკა და შენ ხარ ამ ყველაფრის ავტორი და აი როდესაც შენს და სახელმწიფოს შორის გრძნობ რომ ხილჩატეხილობა და ღირებულებითი თანხმედრა აღარ არის შენ არ გაქვს უფლება რომ პასიური მოქალაქე იყო შენ ამის უფლება უბრალოდ არ გაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით აი ამის გააზრება და აი ხშირად მოგვისმენია რომ მე მაინც ვერაფერს ვერ შევცვლი და რაღაცა ესეთი თეორიები აქვს ხო პატივცემულობა საკუთარი თავი ხო აი ეს ნახოთ ეს ძალიან ბევრგან გულწრფელი ადამიანებისგან მოგვისმენია ხო არ არის აუცილებელი ეს ადამიანი თქო ცუდი ადამიანი ხო არა გულწრფელი ხო და ანუ ადამიანებთან აი ეს რომ მივიტანოთ რომ მათ იგრძნონ რომ ზუსტად იმ ერთი ინდივიდი
ვიდრიდან იწყება ის სახელმწიფოს ცვლილება, შეცვლა გარემოსი და ასე შემდეგ და რამდენად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ახლა შეთქმულების თეორიებიც არსებობს, ხო, რომ ჩვენთან არ წყდება და სადღაც სხვაგან წყდება და რაღაცა ესა თუ გლობალური პარტია. ხო, ხო, ან რაღაცა სხვადასხვა მასონები. ხო, ხო, და რაც ძალიან არასწორი არის. ამ დროს ჩვენ თითოეული ჩვენგანი ვართ იმის ავტორი, რა გარემოშიც ჩვენ ცხოვრობთ. ძალიან საინტერესო იყო. რაიმე ხო არ არის ისეთი, Ayn Rand-თან დაკავშირებით, რისი თქმაც გინდა ვთქვათ ახლა დღეს ჩვენი მაყურებლისთვის და მე არ შეგეკითხე. კი ბატონო, ანუ რაღაცა ფინალური შეჯამების კუთხით მინდა ვთქვა ესეთი რამ, რომ Ayn Rand არის ავტორი, რომელმაც შექმნა ფილოსოფიური მიმდინარეობა, ობიექტივიზმი, რომელიც არის ცხოვრების ფილოსოფია, რომელიც წაკითხვის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ეს თეორიები პრაქტიკულ ჩვევებამდეც დავიყვანოთ და Ayn Rand არ დაძველებულა, Ayn Rand ისევ აქტუალური, Ayn Rand ყოველთვის იქნება მემწამს აქტუალური, იმიტომ რომ ინდივიდუალიზმზე, თავისუფლებაზე უკეთესი ჯერ და ბედნიერებაზე უკეთესი ჯერ არავის არაფერი არ მოუგონია და მე ყველას ვაძლევ რეკომენდაციას გაეცნონ, წაიკითხონ ამ ავტორს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მათთვის მკითხველისთვის Ayn Rand გახდება დასაყრდენი და საყვარელი მწერალი. Tad რა აქვს იცით, რაც ფილოსოფიას ნაკლებად აქვს. აი, ფილოსოფია არასდროს არ არის რეცეპტი. კი ბატონო, აი ეს მინდოდა მაგის თქმა და მაგაში გეთანხმებით. და Ayn Rand-ს აქვს რეცეპტები. კითხვებს სვამს და კითხვებზე პასუხს. და ესე თან როგორ არის რაღაც იმას გიდგენს, ხო? როგორ ვთქვათ, რაღაცა ცხოვრებისეულ გეგმას გიკეთებს, რომ ის მე რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს და ხო, აი თუ კი გადაწყვეტ, რომ შენ იყო რაღაცა ინდივიდუალისტი, თუ შენ გინდა და მოგწონს ეს რაციონალური ეგოიზმის თეორია, იქვე არის რეცეპტი, როგორ უნდა იყოს ასეთი ადამიანი პუნქტებად გაწერილი. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ეს განასხვავებს მას ზოგადად აი მე როგორც მკითხველი ვარ, არასდროს არ ვუყურებ ტექსტს პირდაპირ. აი ძალიან ბევრი არის, რომ მაგალითად რომ ავიღოთ ტრამალიზმგელი ჰერმან ჰესესი და აი ძალიან ბევრისგან მომისვა, რომ აი მე მაგას ვერ წავიკითხავ, ძალიან ნიჰილისტურია. ჩემთვის არ არსებობს ლიტერატურა, საიდანაც ნიჰილიზმი მოდის, თუნდაც იგივე ორუელის 1984, რომლის ფინალი არ არის ოპტიმისტური, რაც რენდი ჩვენ ოპტიმიზმის მანაბიურებს და აქ არ არის, მაგრამ შენ თუ გონიერი მკითხველი ხარ და შენ თუ დაკვირვებული ადამიანი ხარ, შენ ფიქრი უნდა გააგრძელო და ფიქრი უნდა გააგრძელო მას შემდეგ და უნდა მიხვდე, რომ იგივე ორუელს გავაგრძელებდი ასე და უნდა მიხვდე, რომ ცხოვრება ადამიანები აუცილებლად ერთხელაც გაიღვიძებენ აი იმ ნაწარმოებში, რომელიც ტოტალიტარიზმის სახელმძღვანელოდ დაგვიტოვა ამ ავტორმა, ადამიანები ერთხელაც აუცილებლად გაიღვიძებენ და ისინი მიხვდებიან მის ძალას ინდივიდისა, იმიტომ რომ ინდივიდუალისთან ბრძოლა ეს ბუნების საწინააღმდეგო ცვლას გავს. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ უნიკალურები, დნმ უნიკალური არსებები ვართ და ჩვენთან ბრძოლის გაჩაღება და ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ სვლა, ეს არის ბუნების წინააღმდეგ სვლა, რაც ყოველთვის ინდივიდის განმარჯვებით თავდება და სრულდება და აი ამის დასტური არის მთელი Ayn Rand-ის შემოქმედება. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა. ჩვენს პოდკასტს აქვს ფინალური ნაწილი, ეს არის ყავა. იმიტომ რომ თქვენ ახლა იმყოფებით ლალისთან ყავაზე, მართალია ყავა არ დაგილევიათ, მაგრამ არა, როგორ არა, მე დავლიეთ. ჩვენ მანამდეც მაყურებელო, ჩვენ მანამდეც დავლიეთ. ჩვენ ბევრი ყავა მივირთვით დღეს. მე პროცესშიც დავლიეთ და ახლა პოდკასტის დასრულების შემდეგაც დავლით. მართლა არაჩვეულებრივი ყავა გაქვთ, აი შტაბაჭდილების ქვეშ ვარ. რა არის თქვენთვის ყავა? თუ შეგიძლიათ რომ Ayn Rand-ის ინდივიდუალიზმს მიაბატრავენ აი. ყავა ინდივიდუალისტური. ეს არის ხო? შეიძლება სასმელი ინდივიდუალისტების საყვარელ სასმელად შემგვილია მოვიაზროთ. დილით გაღვიძებული ინდივიდუალისტი რომ ყავას დალევს. აი ეს არის ნამდვილი საოცრება. მარტო
რომ დალე საკუთარ თავთან. ამ დროს ყავა ხო ურთიერთობა, მაგრამ დილით რომ მარტო. არა, აი მე ისე მიყვარს მარტო ყოფნა რაღაც აი ის რიტუალი მაქვს თუნდაც აი კარგ ამინჩი აივანსა დალეული ესეთი სასიამოვნო გემრიელი ყავდა და თან ესეთ ქალაქში საოცარში ლამაზში დადებითი ენერგეტიკის მქონე ქალაქში მართლაც არის ძალიან ესეთი სიმბოლური და კარგი და შენ თავთან განმარტოებისთვისაც გამოყენებადი სასმელია და ურთიერთობის დროსაც ძალიან კარგი ატრიბუტია. ესე იგი ყავა არის დიალოგი საკუთარ თავთან. კი ბატონო, გეთანხმებით. კარგით, მოდი აი ესე ოპტიმისტურად დავასრულოთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მგონია რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. დაგემშვიდობებით. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩვენ ვიმყოფებოდით 16 აყაიშვილის 5 ნომერში, ლალიანთითის საკვირაო სკოლაში. ჩემი სტუმარი იყო ანა, რომელმაც ძალიან კარგად წარმოაჩინა დღევანდელობასთან კავშირში აინ რენდის ფილოსოფიური სისტემა და აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიაკითხავს დღეს ბიბლოს და იყიდის აინ რენდის წიგნებს. დაგემშვიდობებით, კარგად წადებოდეთ.